მოგესალმებით. განვაგრძობთ საუბრებს ხატწერაზე. დღეს ვისაუბრებთ ხაზის და კონტურის მნიშვნელობაზე ხატზე და ხატწერაში ზოგადად. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და ჩვენ თქვენთვის ცნობილია, რომ კლასიკურ ნახატში არ გვხვდება ხაზი. იქ არის ფორმები მოცულობითი და ავტორი ცდილობს, რომ მაქსიმალურად გადმოსცეს ის ფორმები, სხეულის ფორმები, მოცულობითი ფორმები, რომელიც ადამიანს ახასიათებს ზოგადად ამ სამყაროში. ჩვენ თქვით, რომ ხაზი აისახება არა ამსოფლიური სამყარო, არა სამგანზომილებიანი სივრცე და არა ის ადამიანი, რომელიც აქ ამ წუთისოფლში ცხოვრობს, თავისი სისხლით და ხორცით, თავისი ხრწნადი მოკვდავის სხეულით, არამედ ხაზი აისახება უკვე განხორციელებული განხორციელებულ სხეულში მქონე ადამიანი, რომლის სხეულსაც უკვე სხვა თვისებები აქვს. ამიტომ, რომ დავიცვათ თავი აი ამ სწორედ ამ მოცულობითობისაგან, ხატმწერები მიმართავენ ესეთ ხერხს კონტურის გამოყენებას ხატში. მიუხედავად იმისა, რომ გადასვლები ხშირად ხატში ძალიან რბილია, ისევე როგორც ნახატზე, მაინც ეს არ იწვევს მოცულობით ფორმებს და ეს სწორედ იმას, რომ ეს მოცულობითი არ იყოს, ამისგან იცავს ხაზი და კონტური. გარდა ამისა, ხაზ და კონტურს აქვს კიდე სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვა თავისი საღვთისმეტყველო თუ სიმბოლური მნიშვნელობით. ეს ხაზის გამოყენება მხატვრობაში ეს არ არის მხოლოდ ხატწერისთვის დამახასიათებელი, ქრისტიანული კულტურისთვის, ადრეც ხდებოდა სხვადასხვა კულტურებში ესეთი ხაზობრივი ნახატები, განსაკუთრებით ალბათ გახსენდებათ ეგვიპტური გამოსახულებები, სადაც ესეთი კაფიო კონტურით შემოსაზღვრული ფიგურებია ხოლმე გამოხატული, მაგრამ თუ ეს გავიხსენებთ აი ამ გამოსახულებებს, განსხვავებით ხატწერისაგან ეს ფიგურები მიუხედავად იმისა, რომ იქაც არის ეს დარღვეული რაკურსები, პროპორციები, იქაც რაღაცა განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამას, ეს გამოსახულებები ძალიან მყარად დგანან მიწაზე, განსაკუთრებით ესეთი კაფიოდ გამოხატული ბრტყელი ტერფებით, მძიმედ დგანან მიწაზე. ამის განსხვავებით გამოსახულება ხატში არის მსუბუქი, იმიტომ რომ ხატზე გამოსახული სხეულები არიან უწონო მდგომარეობაში, მათ არ აქვთ ეს გრავიტაციულ სიმძიმეს ისინი არ განიცდიან, ამიტომ მათ აქვს საოცარი სიმსუბუქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სხეულებს არ აქვთ, ანუ ეს მხოლოდ სულია და არ აქვთ სხეული. სწავლება, ქრისტიანული სწავლება გვასწავლის, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც იქნება საყოველთაო აღდგომა, ადამიანები აღდგებიან მკვდრეთით და წარდგებიან უფლის წინაშე არა მხოლოდ სულით, არამედ სხეულით. ისინი შეიმოსენ სხეულს. და მამები ესე განმარტავენ, რომ როგორც ეხლა აი ამ ცხოვრებაში ხორცი ფარავს სულს და სული დაფარულია ჩვენი თვალთაგან, ამ შემთხვევაში მეორედ მოსვლის ჟამს სული იქნება უპირატესი, ის დაფარავს სხეულს და ამიტომ ყველა ადამიანის სული იქნება გამომზეურებული. მართალთა სულები იქნებიან გაბრწყინებული, ხოლო ცოდულთა სულები თავის ცოდვებით დამძიმებული და დაბნელებულნი. ამიტომ აი ამ სულის საყოველთაო აღდგომას, რომ ადამიანი აღდგება წავითი სხეულით, აი ამის გამოხატულებაცაა ის, რომ შემოსაზღვრული, მკაცრად შემოსაზღვრული სხეულებია გამოხატული ხატში, რაცაც ეს კონტური ამას განაპირობებს. ამის განსხვავებით არის რაღაცა სწავლებები, რომლებიც თქვათ უარყოფს ადამიანთა აღდგომას სხეულით, იქ ესეთი ეფემერული, ძალიან ბუნდოვანი გამოსახულებებია, რომელთა სხეულებსაც უკვე აღარ აქვთ ეს კონკრეტულობა. ეხლა კიდევ რა შეიძლება ვისაუბროთ აი ამ კონტურთან დაკავშირებით. ძალიან ესეთი ხაზგასმულად გამოკვეთილი კონტურებით ხასიათდება ჩვენთვის ძალიან ცნობილი სვანური სკოლა ხატწერის, სადაც აი ყველაფერი ის, რაც ჩადებულია აი ამ
კონტურის სიმბოლიკაში, ღვთისმეტყველებაში თითქოს აი ძალიან მკაფიოდ არის გადმოცემული. აი ჩვენ ვისაუბრეთ პირველ შეხვედრებზე აი თვალების სიმბოლიკაზე, რომ დიდი თვალები არის სულიერების სიმბოლო, თხელი ტუჩები ასკეტურობის სიმბოლო. აი ეს ყველაფერი თითქოს გამძაფრებულად არის გადმოცემული აი ამ სვანურ ხატწერაში და მათ შორის კონტური ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი და მკვეთრად შემოსაზღვრული. აი თითქოს ეს არის ჩონჩხი, აი როგორც ეს არის ხოლმე, აი რაღაც მოსამზადებელი სქემა, ნახატი, რომელზეც შემდეგ ხდება ფერების დადება და ამოყვანა, აი მაქსიმალურად მიახლოებულია ეს სვანური გამოსახულებები, სწორედ ამ მოსამზადებელ ნახატს. თითქოს ეს არის ჩონჩხი, რომლის საფუძველზეც მერე იგება ეს მთელი ხატწერა და ხატის გამოსახულება. ამითი რაღაც ერთგვარი პარალელი შეიძლება გავავლოთ ჩვენ აი ორნამენტების ეს რო ავიღოთ, აი ნიმუშად რო ორნამენტები ავიღოთ, ქართული ორნამენტები. იქაც არის ესეთი განსხვავებული შემკულობის, განსხვავებული სირთულის ორნამენტები, არა მარტო ქართულში, ზოგადადაც. არის ხოლმე ესეთი ზოგადი ღერძი, აი რო ავიღოთ ესეთი ხვეული ღერძი, რომელშიც უკვე შიგნით არის სხვადასხვა ელემენტები ჩახატული, სხვადასხვა სირთულის. არის უფრო ესეთი მარტივი ტიპის ორნამენტი, რომელიც მოიცავს თავის თავში რაღაც მცირე შემკულობას და არის ორნამენტი, რომელიც აი ამ მცირე შემკულობაზე კიდევ უფრო ზედნაშენებს აკეთებს, თითქოს უფრო გართულებულია, უფრო ჩახვეულია და ფაქტობრივად აი ამ ერთ საყრდენზე ჩვენ გვაქვს უამრავი სახის ვარიაცია მოცემული. აი ესეთივე პარალელები შეიძლება გავავლოთ ხატწერასა და ქართულ გალობას შორის, იქაც ხა ვინც ამ საქმეში ჩახედულია, იცის არსებობს სადაკილოს საგალობლები, რომლებიც უფრო მარტივია, რომელიც ესეთი ჩონჩხის სახით არის თითქოს მოცემული, რომელზეც ეყრდნობა მერე უკვე გამშვენებული გალობები, საგალობლების ესეთი შემკულობები, მაგრამ ეს გარკვეული სქემა, ჩონჩხი, აი რაღაცა ერთნაირად გადადის სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა სირთულის საგალობლებში. ეხლა ჩვენ რომ შევადაროთ ერთმანეთს, აი თვითონ აი საგალობლებზეც რო ვისაუბროთ და ხატწერაშიც, იქაც არის აი ხასიათის მიხედვითაც არის ესეთი განსხვავებული ტიპის ხატები. არის ისეთი მჟღერი, სადღესასწაულო ხატები, როგორიც არის მაგალითად აი რო გავიხსენოთ წილკნის ღვთისმშობლის ხატი, თავისი ფერადოვნებით, თავისი სადღესასწაულო ესეთი გამომსახველობით და არის უფრო ესეთი მისტიური იდუმალი ხატები, როგორიც არის თქვათ ვარძიის მხატვრობა, ყინწვისის მხატვრობა, დავით გარეჯის მხატვრობა. ზოგადად აი სილამაზეც კი აი ამ ხატებში გადმოცემულია უვნებელად, ანუ ვნება არ არის მასში, დაცლილია ყოველგვარი ხორციელისგან და ვნებისაგან და ეს არის ყველაზე მთავარი ხატწერაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აი როდესაც ეფესოს კრებაზე იყო ხატწერის კანონიკაზე საუბარი, იქ ფაქტურად არ არის მოცემული რაღაც დოქტრინები, როგორ უნდა, იქ არც კონტურზეა საუბარი და არც ფერთა სიმბოლიკაზე, იქ არის ნახსენები, რომ ხატი არ უნდა იყოს გრძნობადი. ანუ ხატში არ უნდა იყოს არანაირი ის ამასოფლური ემოცია, რომელიც ჩვენ ამ სოფელში გვახასიათებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატი უნდა იყოს უსიცოცხლო. ხატი პირიქით ძალიან ცოცხალი უნდა იყოს, ის უნდა მოგვიწოდებდეს ლოცვისთვის და ის უნდა ასახავდეს არა ემოციას, არამედ მდგომარეობას. ეს მდგომარეობა არის გამოხატული შეიძლება იყოს აი სწორედ მისტიური ჭვრეტით, საფრთხო განგების, საფრთხო იდუმალების, სასოებით, სიყვარულით, კაცთმოყვარეობით, მოწყალებით, ანუ აი ღვთაებრივი სიყვარულით, ანუ ეს სრულიად განსხვავებულია ემოცია, გრძნობადი ემოცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საერო მხატვრობაში და პორტრეტზე ზოგადად, არ ხდება, არ უნდა გვხდებოდეს უბრალოდ ხატში და იქ უნდა იყოს გასულიერებული, სულიერი მდგომარეობა და მისი გამომეტყველება, ხატის გამომეტყველება სწორედ ამას უნდა ეფუძნებოდეს. ეხლა რაც შეეხება ისევ რო დავიწყოთ ხაზს რომ დავუბრუნდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ხატს.
ხაზში ხაზს. განსაკუთრებით ხატისთვის დამახასიათებელია ხატწერისთვის რიტმულობა და აი ამ რიტმულობას ფაქტიურად თავის თავზე ძალიან დიდ ნაწილს ამ რიტმულობისას გარდა იმისა, რომ ეს გამოისახება ფიგურათა დგომაში, მათ რიტმულ ურთიერთქმედებაში, ძალიან დიდი დოზით თავის თავზე იღებს სწორედ ხაზი. აი ამ ხაზში ეს ხედავთ, რომ აი როგორი რიტმულია თვითონ აი ხელების მოძრაობაც, დრაპირების ხაზებიც, თმის მოყვანილობაც, თვითონ მიმართულებაც, აი ყველაფერი მიმართულია ერთი ღვთის განდიდებისგან. აი კრავს თითქოს ყველაფერს. ზოგადად ხაზში ყველაზე მთავარი არის ხოლმე სახე და გამომეტყველება და თვალები, მაგრამ თუ ყველაფერი დანარჩენი არ არის ისე შესრულებული, როგორც საჭიროა და პირიქით ფანტავს ჩვენს მზერას და რაღაცა თვალიერებისკენ გვიბიძგებს, ხო? და აი მთლიან კომპოზიციაში რაღაც ვერ არის, კომპოზიცია ვერ არის ისე შეკრული, რომ მთელი ჩვენი მიმართება იყოს თვალებისკენ და სახისკენ მიმართული, ეს ამ შემთხვევაში ხელს შეგვიშლის და როდესაც ეს თითოეული დეტალი, დრაპირების იქნება ეს გამოხატულება ფერში, ხაზის თუ თვითონ აი ხელების მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ განგვაწყოს ლოცვისკენ, მაშინ უკვე ლოცვის დროს ჩვენ ფაქტიურად ამას ყველაფერს ყურადღებას აღარ ვაქცევთ და ჩვენ თავარი გადმოდის ჩვენზე სწორედ ყურადღება მიდის სწორედ თვალებისკენ და წმინდანის სახისკენ, რომელსაც ჩვენ მივმართავთ. რაც შეეხება ხაზის დატვირთვას, ძალიან საინტერესო განმარტებები შეიძლება მოვიძიოთ ამისი თვითონ წმინდა წერილში და განსაკუთრებით სადღესასწაულო საკითხებში. ეს არის ჯვარცმის ხატი მესტიის მუზეუმიდან, სადაც ვხედავთ როგორი გასულიერებულია ეს სხეული, აი თითქოს აი ფიზიკური სხეულის საერთოდ არ იგრძნობა აი ამ ქრისტეს გაშიშვლებულ სხეულში და აი როგორი ხაზია, ხო, როგორი უსასრულობისკენ მიდის თითქოს აი ეს გარშემოწერილობა. აი აქ ჩვენ შეიძლება გაგვახსენდეს ესეთი სიტყვები. ეს ხატმებრძოლეობის ეპოქა რო დასრულდა და ეს ხატების ზეიმის დღე დაწესდა, აი და კიდე არის ესეთი ანჩის ხატის დღესასწაული, იქ არის ხოლმე ესეთი საკითხავები. გარეშემოუწერელი სიტყვა, ანუ უფალი, ქალწულო შენგან ხორცს შესხმითა გარეშეწერილ იქმნა. ანუ აი პირდაპირ არის აქ კონტურის მნიშვნელობა, რომ უფალი არის უსაზღრო, გარეშემოუწერელი, დაუსაბამო, ის არ ჯდება საზღვრებში, მაგრამ ჩვენთვის ხორცს შესხმით გარეშეწერილ იქმნა. აი პირდაპირ ფაქტურად მოცემულია კონტურის დატვირთვა და კანონიკა. და შემდეგ და გახსნილი თვისი განაახდა საღვთო სიკეთე უსაზღრო შემოსა და მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით გამოვხატავთ და ხატსა შენსა თაყვანის ვსცემთ. არის კიდე ესეთი საკითხავი, ღვთაებისა ბუნებითა გარეშემოუწერელ ხარ შენ ხოი ქრისტე მეუფეო, ხოლო უკანასკნელთა მათ ჟამთა განკაცენ თავს იდევ მაცხოვარ გარეშემოწერა, კაცობრივი რა ხორცნი შეისხენ. და აქაც იგივე დატვირთვა აქვს ხაზის სიმბოლოს აი ხატწერაში. ჩვენ ახლა რომ შევადაროთ ერთმანეთს ხატის გამოსახულება და აი ნახატი, აი თქვათ ახლა და წარმოგიდგინოთ აქ რუბენსის მიერ შესრულებული ცნობილი ჯვარცმა უფლისა. თქვენი ხაზს ვერ ნახავთ. და აი რო დაუკვირდეთ ახლა აი ამ ორივე გამოსახულებას, რა განსხვავებაა მათ შორის, აი როგორი ერთიანია ხაზი აი ხატზე და როგორი აი დანაწევრებულია გამოსახულება, კუნთებია, ნაჩვენები, შიშველის სხეული და მაქსიმალურად წარმოჩენილია ეს სწორედ მოცულობითი სხეულებრივი ფორმები, რომელიც ახასიათებს ზოგადად ადამიანს და ჩვენ თქვით, რომ სწორედ ამას გაურბის ხატმწერი. Რასაც ცდილობს, რომ ოსტატობით გამოსახოს მხატვარი და აი ეს ფაქტიურად მიწიერ რეალობაში გადმოიტანოს ის ღვთაებრივი სამყარო, რომ ჩვენთვის თითქოს უფრო ადვილად გასაგები იყოს, ხატმწერები და ზოგადად ქრისტიანული ხელოვნება ცდილობს, რომ პირიქით, აი ამ ქვეყნიური ამაოებისაგან,
აამაღლოს ადამიანი და ჯვარზე გამოსახული იყოს არა ის ტანჯვა, რომელიც უფალმა განიცადა რეალური ტანჯვა, არამედ ჯვარზე ხატზე უნდა გამოსახული იყოს ის ძრევა ქრისტესი, ის დღესასწაული, რომელიც ის უდიდესი საიდუმლო, რომელიც აღსრულდა, რომ გამოიხსნა ამითი კაცობრიობა. უფალმა ხსნა მოუტანა კაცობრიობას. აი ეს რიტმული ფიგურები ქრისტეს ჯვარცმის აქეთ-იქით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სრული რედაქცია, არის მოკლე რედაქციები ჯვარცმის, შეიძლება მარტო ჯვარცმა იყოს გამოსახული, ღვთისმშობელი ყრმით შეიძლება იყოს გამოსახული, მოგეცოდეთ ღვთისმშობელი და უკაცრავად იოანე ღვთისმეტყველი და არის ესეთი სრული კომპოზიციები, სადაც გარდა ღვთისმშობლისა გამოსახულები არიან მელენსაცხებლე დედები, მეორე მხარეს ლონგინოს ასისთავი და ასე ვხედავთ იმ ადამიანებს, აი ამ პირველ ჯვარცმაზე, ეს არის კაბადოკიის მხატვრობა ტოკალიკილისედან, რომელთაც ჯვარს აცვეს უფალი. და თქვენ თუ დააკვირდებით, აი როგორ განსხვავდება რიტმში და დგომის მანერაში, აი წმინდათა ფიგურები იმ ფიგურებისგან, რომლებიც ჯვარს აცვამენ უფალს. ფაქტიურად ჩვენ რო ვთქვათ, აი ეს ფიგურები, წმინდათა ფიგურები არიან გაშერშებულები თითქოს, ხო? აი მყარად დგანან, ნაკლები მოძრაობა, რაც ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, რომ ეს მიუთითებს სწორედ მარადიულობაზე, სასუფევლისეულ დროის არქონაზე, მარადიულობაზე და როგორი მოძრავია აი ეს ორი ფიგურა, როგორ რაკურსებშია და როგორ ტრიალებს მათი ფიგურები. ამოვარდნილი არიან აი ამ საერთო რიტმიდან, იმიტომ რომ ისინი ამოვარდნილი არიან სწორედ აი ამ სასუფევლისეული, მარადიული რიტმიდან. ისინი აქედან გამოსულები არიან თავიანთი ცოდვილი საქმის გამო. და მხატვარი ხატავს მათ ფაქტიურად კისერს არც უხატავს და ამის გამო თითქოს თავები ესეთი დამცრობილი და პატარა აქვთ აი ამ გამოსახულებს. ამისი გამოხატვის სხვადასხვა ხერხები არსებობს ხოლმე. სხვადასხვა შემთხვევაში ხშირია რომ აი ამ დამსჯელ ადამიანებს უფრო მომცრო ზომაში გამოხატავენ ვიდრე წმინდათა ფიგურებს. ეხლა აქ ვხედავთ ერთ-ერთი ისეთი გამოსახულება ჯვარცმისა კორფუდან, სადაც აი ამ ადამიანებს ფაქტობრივად ადამიანის სახე აქვთ დაკარგული. აი ხედავთ ფაქტობრივად ცხოველთა სახე აქვთ თითქოს მიბმული, აქ უნებურად გვახსენდება ფსალმუნის სიტყვები ემსგავსა პიროთთა უგუნურთა და ბაძვიდა მათ. ხო, ანუ მათ საქმიანობა არის უკვე ადამიანურ ზღვარს ცდება და პიროთთა უგუნურთა ემსგავსა და ამის ფაქტურად დაკარგეს ის მათ საფრთხო მადლი და თავის შემოქმედი ჯვარს აცვეს. ამისი ესეთი საინტერესო გადაწყვეტა გვხდება ბეთანიის მხატვრობაში არის ესეთი გამოსახულება, როდესაც მომზადება ხდება ჯვრის ქვეშ დაყენება ქრისტესი, ესე გამოსახავენ, სანამ ჯვარს აცვამენ და არის მსახურები, რომლებიც ამზადებენ ამ ჯვარს. ეს არის ადამიანი, რომელიც ამზადებს აი ამ ჯვარს და შემდეგ უფლის ჯვარცმაშიც მონაწილეობს და საინტერესოა, რომ ხატმწერმა როგორ გამოხატა ის თუ რა უკეთურ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი. თუ დაუკვირდებით, ხელები აქვს უკუღმა მიბმული. მარჯვენა მარცხენის მაგივრად აქვს, მარცხენა მარჯვენის მაგივრად, ხო? ანუ მიზანმიმართულად დაარღვია მხატვარმა ეს, რომ ეჩვენებინა ის საქმის უკეთურობა, რომელსაც ეს ახასრულებს. ხელები ზოგადად არის სიმბოლო ღვთის, ანუ ადამიანის ქმედების ღვთის წინაშე რა საქმეს აღასრულებს ადამიანი, ხო? ჩვენ თქვით, რომ აი გრძელი თითები ხატწერაში სწორედ საქმეთა უბიწოებას მიანიშნებს და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ფაქტიურად უკეთურ საქმეს აღასრულებს, უღმართ საქმეს აღასრულებს, ამიტომ უღმა არის მასი ხელები მიბმული. აქვე შეიძლება გავიხსენოთ, აი როცა ვახსენე მაშინ როდესაც ფეხებზე ვლაპარაკობდით, ფეხსაცმლის დატვირთვაზე და ფეხებზე ზოგადად, რომ აი თაში, საქართველოში კოჭუ უღმართებს ეძახიან ბოროტ სულებს, ანუ რომელთა სულა მიმართულია არა ღვთისაკენ, არამედ ღვთისგან საწინააღმდეგოდ. და აი ამ შემთხვევაშიც ესე უღმართად არის გამოსახული მისი საქმიანობა. ესეთი დეტალები უხვია ხატწერაში,
და ფაქტიურად ეს იძლევა ძალიან დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას და თავისუფლებას აძლევს ზოგადად შემოქმედს, რაც უფრო გააზრებული ექნება საღვთო წერილი, მით უფრო შემოქმედებითი გახდეს მისი საქმიანობა და მით უფრო მეტად საინტერესო იყოს მისთვის ამის აღსრულება. ეხლა მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე აი თვითონ უფლის ჯვარცმის გამოსახულებებს, აი განსაკუთრებით ის მესტიის ხატი რომ გადნახეთ პირველი. ზოგადად აი ქრისტიანულ ჯვარცმაზე მაცხოვრის სხეული არის ხოლმე ესეთი დარხეულად მიუყვება. ხო, აი რაღაცნაირად უნებურად გვახსენდება ვენახი როგორ გადის ჭიგოზე, ხო? და თვითონ უფალი ხო თავის თავს უწოდებს მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, ხო? აი და ესეთი საკითხავი, აი პირდაპირ აი მისი შესაბამისი საკითხავი გვხდება დიდ მარხვის პირველ კვირას. ვითარცა ვენახმან ჯვარსა ზედა განთხმულმან ღვინოი უკვდავებისა უწდიე სოფელსა, ვინაიცა გიღაღადებ ცოდვათა სიბნელისაგან დაბნელებული სასურმელი სინანულისა ღვთისმწყინვალე მასუმე სიტკბოებითა შენითა ქრისტე. ანუ ფაქტიურად ეს არის ვენახი ჭეშმარიტი გასული აი ამ ჯვარზე, რომელმაც გამოიღო ნაყოფი ეს თავისი სისხლით და წყალი, რომელიც გარდამოხდა უფლის გვერდიდან, რომელიც მას დასაბამი დაუდო ზიარების საიდუმლოს, რომელიცაც საზრდოობთ და რომელიცაც თანაზიარი ვართ ჩვენ უფლისა. დღეს ამით დაგემშვიდობებით, ჩვენი შემდეგი საუბარი იქნება ფერთა სიმბოლიკაზე. კარგად გრძანდებოდეთ.